მოგესალმებით ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებო. როგორც რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ, თქვენ უყურებთ პირველ ვლოგს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა. ვიმყოფები რეზისთან და ირაკლისთან ერთად. ბიჭო, მოგესალმებით. გამარჯობა. მეტეოროლოგიურმა პირობებმა ისე ინება, რომ სამწუხაროდ პირველ ტურზე წასვლა ვერ მოახერხეთ, იმიტომ რომ დინამო თბილისსა და დინამო ბათუმის მატჩი გადაიდო. თუმცა ჩვენ არ დავიბენით და დღეს მეორე ტურია. მეორე ტურზე მოვედით და პრინციპში ისე დაემთხვა, რომ ეს არის საქართველოს ჩემპიონატის ორი საუკეთესო გუნდი. ყოველ შემთხვევაში ჩემპიონი, მოქმედი ჩემპიონი, მოქმედი მონაცემებით როგორც ვიცი, იმიტომ რომ სხვა გუნდის ფანები გვიწყენენ. კი ბატონო და ასევე ვიცე-ჩემპიონი და პლუს თასის გამარჯვებული. მოკლედ, როგორც მივხვდით, ვიმყოფებით იბერია 1999-სა და გორის დილას მატჩზე, რომელიც სულ რამდენიმე წუთში დაიწყება და ჩვენ ვეცდებით, რომ საინტერესო კონტენტი შემოგთავაზოთ ამ და არა მხოლოდ ამ მატჩებიდან, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, წელს ძალიან აქტიურად ვაპირებთ, რომ გავაშუქოთ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. ამისთვის რა არის საჭირო? პირველ რიგში ამ ვიდეოს ალაიქება, ამ არხის, ანუ შედეგს მიღმას გამოწერა და სხვა სოციალურ პლატფორმებზე გამოწერა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ იქაც გადავაზიარებთ ხოლმე საინტერესო ვიდეოებს ჩვენი ვლოგებით. წავედით. ამო. ესეთი უცებ გადმოვხტით ტრიბუნაზე და ერთი საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ რა. მე ვარ ადამიანი, რომელიც ბოლოს ეროვნული ჩემპიონატის თამაშზე იყო. ჯერ კიდე კოვიდი რა იყო, მაშინ არ ვიცოდ. და ესენი მაძალებენ, რომ მოგეწონება ძალიან კარგია ოტო. ნახოთ ერთი რა მოგეწონება. თითქმის კოვიდ ატმოსფერო გვაქვს ეს დღეს, იმიტომ რომ ცარიელი ტრიბუნებია და ამას თავისი მიზეზი აქვს. დისკვალიფიკაცია აქვს იბერიას, რომელიც გადმოყვა წინა სეზონიდან, მაშინ ინციდენტი იყო. ეგ მახსოვს, რომ ეს არის, ხო, გადამწყვეტი თამაშიც რო რაღაც. ხო, ბოლო თამაში საჩემპიონო თამაში, მაშინ დღეს თქვათ უკვე გავიმეოროთ კიდევ ერთხელ, რომ ხდებიან წინა სეზონის პირველი და მეორე ადგილოსნები და მაშინ ჩემპიონის ბედი გადაწყდა ბოლო ტურში. და იბერიას მოუწია ესე ცარიელ ტრიბუნებთან თამაში და გაიმარჯვა და ჩემპიონობაც ცარიელ ტრიბუნებთან აღნიშნა და ის დისკვალიფიკაცია ერთი თამაში გადმოყვა და დღესაც ცარიელ ტრიბუნების ქვეშ მოუწევთ უყურებთ. რატო ცარიელი ორი კაცი უყურებთ? ორი კაცი ვართ აგერა. და კიდე ორი ქვევით არის. აი, ხო, ჩვენი ძველი ოპერატორი ბონდოც, რომელიც იბერიას ფოტოგრაფია, ისიც აქ არის. არა, ტრიბუნაზე არ იქნება, ხო? წარმომადგენლობით დელეგაცია ვარ. წარმომადგენლობით, ხო, შემადგენლობები დაიდო, ეხლა მე ჯერ მარტო მეკარეები ხურდებიან. ასე რომ ქვევით ბექას და გიორგის არაფერი აქვს საქმე. შემადგენლობები არის ესეთი: მაკარიძე, ახვლედიანი, ამისულაშვილი, ბართიშვილი. ხო, აი, ვისაც ალბათ ბევრი ელოდება. კი. დადიანი, ღუდუშაური, ჯინჯოლავა, ქარდავა, ნაჭყებია, სელიმოვიჩი და ზუჰური. ბართიშვილი არის ქართული ფეხბურთის ახალი ამოვალი ვარსკვლავი, რომელიც მე 16-17 წლისაა, ძალიან ახალგაზრდაა. გეტყვი რამდენისა? არის 16-ისა. 16? მარცხენა ვინგერი. ძალიან ტექნიკური, ანუ ისეთი კლასიკური კვარა რა, კვარას ტიპის ვინგერია და მოკლედ ბევრს ელოდებიან ამ ფეხბურთელისგან და ახო დღეს დავაკვირდებით პირველად მას ლაივში ჩვენ ორი ყოველ შემთხვევაში. ხო, ლაივში. იბერიამ გადმოიყვანა ფოთის კოლხეთიდან სხვათა შორის ზუსტად ამ სეზონის დაწყებამდე. ხო, აი ეგეც არ ვიცოდი. მოდი ახლა მე გეტყვი დილას შემადგენლობას. კერესელიძე, კიკაბიძე, არაუხო იყოს უფრო მომწონს. ეტუ, ტიბუე, ოლატუნი, ტალი, მენთეშაშვილი, პულერი, ანოფი, ფარულავა. ხო, მოკლედ აი დილა როგორც ისე საფრანგეთის დაგრები. ლეგიონერებზე აკეთებს აქცენტს და მე მგონი ეგ გუნდს ახასიათებს ბოლო პერიოდი. ცენტრალური თამაშია საქართველოს ჩემპიონატზე, შეიძლება ეგორი გუნდი იყოს, ვინც წელსაც იბრძოლებს ჩემპიონობისთვის ან ევროთასებისთვის. თან გას თვალისწინებელია, რომ ეხლა უკვე გართულდა ჩვენთვის ევროთასებზე მოხვედრა. თუ ადრე იყო 4 გუნდი გაყვა და ეხლა გაყავს 3 გუნდი, აქედან ერთი თასის მფლობელი იქნება, შესაბამისად პირველ და მეორე ადგილს უკვე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ნუ გარდა ჩემპიონობისა და ვიცე-ჩემპიონობისა, სულ ევროტურნირების კუთხითაც ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. აი, ამასობაში მოთამაშეებიც გამოვიდნენ და ეხლა უკვე მე მგონი გიორგი და ბექას კადრზე უნდა გადავერთოთ. სად არის? მოკლედ, ჩვენ გავიყავით. ბექაც ჩვენთან ერთად არის, იმიტომ რომ აქამდე კადრში არ ყოფილა. ბექას მივესალმები.
მოგესალმებით. რატო გადაცემაში შევიღავ? არა, unlock-ში, იმიტომ რომ პირველ კადრებში არიყავი და მოკლედ დაიწყო გახურებები, გუნდები უკვე მოედანზე არიან. დარწმუნებული ვარ ბექარო ძირითად შემადგენლობაზე ტრიბუნიდან რეზიდაიკაც იტყოდნენ 1-2 სიტყვას. მე მინდა ვთქვა რომ იბერია პირველ რიგში იბერია ძალიან კარგი შემადგენლობით არის და რამდენიმე ფეხბურთელი განსაკუთრებით იქცევს ჩვენს ყურადღებას. კი და როგორც ცნობილი ხდება, ანუ მარტიშვილი არის სასწავლო ფორმაში, დღეს ძირითადში რა თქმა უნდა და ველოდებით მისგან ძალიან დიდად გავწყინებას, რომ ამ სეზონში იქნება ერთ-ერთი მთავარი დამწყვლელი ძალა იბერიას. პრინციპში ეგ ნაბიჯი იბერიასი რომ ბარტიშვილი დაიმატა, უკვე იმას ნიშნავს, რომ სერიოზული გათვლა აქვს. იმიტომ რომ ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებდე, ბუნებრივია რაღაცა განაცხადი არის. ჩვენ შემოგთავაზებთ უშუალოდ pitch side-ზე მატჩის საუკეთესო მომენტებს ვეცდებით რომ გოლებს თან უფრო ახლოს რა ხდება. ტრიბუნებიდან კი ანალიტიკურად ეცდებიან რომ ბიჭები გაარჩევენ, ნახოთ და საბოლოოდ ჩვენც არ ვიცით რა სიტყვიან. ჩვენთვისაც სურპრიზი იქნება როგორ შეაფასებენ პირველ თამაშს. თავარი კი შემფასებელი თქვენ ხართ. ველით თქვენს კომენტარებს, როგორი იყო, კარგი გამოვიდა, ცუდი გამოვიდა, რა უნდა გამოვასწოროთ სამომავლოდ. მოკლედ წინ დიდი გზაა გასასვლელი და ველოდებით მატჩის დაწყებას. მოკლედ ტრიბუნებთან ახლოს იური ტაპატაძეს შევნიშნეთ და შანსი არ გაუშვით იმისა რომ რამდენიმე სიტყვა მოგვესმინა მისგან. პირველ რიგში მივესალმები იური, როგორ ახარ? მოგესალმებით. ხედავთ რომ ფეხი კვლავ გაწუხებს, ამიტომ პირველ რიგში ამაზე კითხავ. როგორ მიდის რეაბილიტაცია? გეგმის მიხედვით მიდის ყველაფერი, ჩამოვედი საქართველოში რეაბილიტაციის გარკვეულ ნაწილს გავივილი აქ და შემდეგ ისევ დავუბრუნდები ესპანეთში და იქ გავაგზავნეთ. ძალიან კარგი. რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს, კარს მოგვადგა 38 ეროვნული ჩემპიონატი და პირველ რიგში მინდა კითხო მოლოდინები. დარწმუნებული ვარ, რომ თვალს ადევნებ, შეძლებს დაგვარად. რა მოლოდინებია, როგორი სეზონი იქნება, სავარაუდოდ იქნება დაძაბული, თუმცა შენი მხრიდან ამის მოსმენა კიდევ უფრო საინტერესო იქნება. კი, საკმაოდ გაძლიერდა იბერია ჩემი აზრით და ისევ ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ მესამედ მოიგოთ ჩემპიონატი. მაგრამ სხვა გუნდებიც ძალიან გაძლიერდა და მგონია, რომ წელს ერთ-ერთი გამორჩეული ჩემპიონატი იქნება და ასევე ძალიან დიდი შანსები გვაქვს ევროტურნირზე, რომ რომელიმე კლუბი შევიდეს ჯგუფურ ეტაპზე, ასე რომ იმედები ძალიან დიდი გვაქვს. ეგ არის პრინციპში მთავარი ამოცანა სავარაუდოდ, რასაც ვუმიზნებთ და რაც შეეხება შენს მდგომარეობას, შენ ხარ ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება კარგად მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელმა გზა გაიხსნას იქეთ, სადაც პრინციპში მთავარი სცენაა საფეხბურთო. ამასთან დაკავშირებით მინდა კითხო, რამდენად რთული იყო გზა, რომელიც გაიარე და რას ურჩევ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც გვიყურებენ და იმედი აქვთ იმისა, რომ აქ დაწყებული ფეხბურთით საბოლოოდ ევროპაში გააგრძელებენ კარიერას. კი ბატონო, კაი კითხვა. პირველ რიგში ურჩევ ფეხბურთელებს, რომ საკუთარი თავის იმედი და საკუთარი თავის თავდაჯერება არ დაკარგონ, რადგან მიუხედავად რაღაც უკან გადადგმული ნაბუჯებისა ცხოვრებაში, მაინც ყოველთვის ჩემი თავის იმედი მქონდა და ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იმის, რომ წარმატებას მალე მივაღწია წასვლიდან ესპანეთში. ამიტომ ვურჩევ, რომ პირველ რიგში თავდაჯერება იპოვონ, რადგან ფეხბურთის ძალიან დიდი ნაწილი არის მენტალური და ვფიქრობ, რომ თუ მენტალურად მზად არ ხარ იმისთვის, რომ ყოველ დღე თანაბარი რაოდენობის ენერგია ჩადო და მაქსიმალურად დაიხარჯო, გამორიცხულია, რომ წარმატებას მიაღწიო რა. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმები. კარგი. როგორც გითხარი, სანამ პრინციპში ჩაწერას დავიწყებდით, ჩვენი YouTube გვერდი აპირებს, რომ ძალიან აქტიურად გააშუქოს ეროვნული ლიგა, რადგან პოპულარობა გავზარდოთ, ასე ვთქვა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მინდა ჩვენ გამომწერებს რამდენიმე სიტყვით მიმართო და უთხრა ახალ გამომწერებს, რომ გამოიწერონ და მნიშვნელოვანია მე მგონი პრესის, YouTube-ის ჩართულობა ეროვნულ ჩემპიონატში. და ძალიან დიდი ფაქტორია გულშემატკივრების და ზოგადად პრესის, ზოგადად ფეხბურთში და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან კარგად შეგვიძლია გულშემატკივრობა და ესპანეთში რო ჩავედი და აემხელა გვერდში დგომა დავინახე პრესიდან და ხალხის გვერდში დგომა გულშემატკივრობა, ესეც ჩემთვის იყო ერთ-ერთი ძალიან დიდი мотиваცია და მოუწოდებ ხალხს გულშემატკივრობას, რომ გვერდში დაუდგნენ ფეხბურთელებს, გაახმევონ და გამოიწერეთ ბიჭები საკი დავეხმაროთ. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ, წარმატებები ქართულ გუნდებს, წარმატებები შენ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე გიხილავთ წვანე მინდორზე და იმიტომ რომ კადისის სოციმედიაში შემოგვაკლდა ესენი, რა ქვია, პოსტები და შესაბამისად შენი დაბრუნება დარწმუნებული ვარ მაგას შეახურებ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. გაიხარ. სალამი შედეგს მიღმებო, როგორ ხართ? მეც კარგად. რაო? ქორო, რა მოლოდინი გაქვს ახალ სეზონში და გიხილავთ თუ არა ხშირად იბერიას თამაშებს? იბერიას თამაშებზე ყოველთვის მიხილავთ, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია იბერია. უბრალოდ ეხლა მსოფლიოში ისეთი ვითარება, პროგნოზების გაკეთება მიჭირს.
ნახევარ წელში იქნება თუ ერთ წელში იქნება, რავი, ღმერთმა დაგვიფაროს, იმედია არაფერი არ იქნება და იმედი მაქვს კიდე რომ არ შეუშლის ეს ომი იბერიას ხელს იმაში, რომ როგორც მინიმუმ კონფერენს ლიგაზე მოხდეთ წელს მაინც რა. კი სასაცილოა ვიღაცებისთვის, მაგრამ წელს მართლა ყველაზე დიდი მოლოდინებით ვარ განსწვალული, იმიტომ რომ ვიცი რა გუნდიც ყავს, ვიცი რა ბირთვით ყავს. მოთამაშეები ახლები არიან ბევრნი, მაგრამ ფიქრობ შეკრებაზე კარგად გაიცნეს ერთმანეთი, კარგად შეთამაშდნენ და იმის რესურსი გვაქვს, რომ მოვახერხოთ და გავიდეთ საბოლოოდ კონფერენს ლიგაზე მაინც რა. ჩემმა ტრავმამ ბევრი ქნა იბერიას ვაკლივარ, ისევ და ისევ, არც არასდროს ვიყავი ძალა იბერიასთვის, მაგრამ ვაკლივარ, ესე ვთქვათ რა და იმედია ოდესმე სადმე დავბრუნდები რა. შენ როგორც ჩვენი ერთ-ერთი გამომწერი, რას ეთყოდი უკვე არსებულ გამომწერებს და ახალ გამომწერებს, რომლებიც უნდა გამოიწერონ ჩვენი არხი? მე იმას ვეთყოდი, რომ რაც უფრო ბევრი ესეთი არხი იქნება, მით უფრო კარგი იქნება და ბევრი ესეთი არხი რომ იყოს, ამისათვის უნდა გამოიწეროთ ეს არხი და ადევნოთ თვალი, იმიტომ რომ ვინც ფეხბურთს უყურებთ, ფიქრობ ძალიან საინტერესო რაღაცებზე საუბრობენ ხოლმე ბიჭები და თქვენი დაფასება ეგ იქნება რომ გამოიწეროთ არხი და რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს, მით უფრო მეტი სპონსორი ეყოლებათ ბიჭებს და 10%-ს გადმომირიცხავენ ჩემს ფონდში. წამოვდგეთ ფეხზე საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულებისას. ეს არის ჩემს საყვარელი მომენტი რა. აი პირველი შეხებები და აბა ვინ რა ტაქტიკით თამაშობს და ვინსაც დაარტყავს პირველ დარტყმას. პირველი 15 წუთი. პირველ ნახევარ საათი ჩანს კარგად. მე ირევა ხოლმე თამაში. მე დომხალი. აი თავიდანვე აქტიურად აგრე. აი ერთი პლუსი აქვს იმას რა ქვია, მაყურებელი. ვინ რას იძახის ყველაფერი ისმის. პირველი 10 წუთი გავიდა კი და ჯერჯერობით ცეცხლად მომენტი არ ყოფილა, მაგრამ ორი ნახევარ მომენტი იყო რა. არა, ერთი კაი იყო. ხო, ბარტიშვილს ჰქონდა. ბარტიშვილს კარგი მომენტი ჰქონდა. მაგრამ ესეთ კარში დარტყმა არ ყოფილა. კარისკენ. აქ ჩვენ კიდე ბედოშულზე არ გვისაუბრია, რომელიც დაბრუნდა საქართველოს ფეხბურთში, სკანდალურად წავიდა საქართველოსთან. ასულ არა იყო, ან დაბრუნდა. ხო, სკანდალურად წავიდა, ეხლა დაბრუნდა. ჯერჯერობით არ ვიცი რა ფორმაში, იმიტომ რომ თითქმის არ უთამაშია რუსეთში და დიდი ხანი მოკლედ თამაშებელია და ძირითად შემადგენლობაში არ არის და აი თუ შემოვიდა შეცვლაზე UEFA-ში არის საჩივარი კიდე ეგეც. კი და ანუ მისი საქმის განხილვა მოკლედ არ დასრულებულა და ეგ ამბები კიდე წინ არის და ხო. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. აქ არის დილას ანალიტიკოსი. კი, რომელიც კარნახობს რამდენი რაღაც რომელიც ამდენჯერმე დარეკა უკვე თავმჯდომარეთან და რაღაცები იტალიურად უთხრა, ჩვენ იტალიური არ ვიცი სამწუხაროდ. და ვერ გეტყვით რა უთხრა, მაგრამ თან ძალიან განიცდის, ძალიან ნერვიულობს და ვაიმე ხსახეთ მომენტი იყო. მოკლედ ახლა ცოტა მეგონი იბერია მოუმატა ეს პერიოდი რაც ჩვენ უყურებთ აი ბოლო 3-4 წუთი და ხო აი დარეკვა მოგვიწევს ახლა კიდევ ერთხელ. ხური ვნახეთ ბატონო რეზ. ხო, იბერიას შესრულებით შორეულ ძალთან რო შეიკრიბებიან ხოლმე ფეხბურთელები, მე მორბიან, მეკარის საჯარი მე არის მაქსიმალურად გადატვირთული, მე რაღაც დაბლოკებია შემდეგ. მატჩის პირველ ნახევარს დაემატა 2 წუთი. და მე მომენტი შეიქმნა. კი. და ცირე მანძილით აცდა ბურთი. კი, ანუ მიკელანი. პირველი ტაიმი დამთავრდა რეზი და რას ციყვე პირველ ტაიმზე? 0-0. ცივა
რაც იბერიას უფრო კონდათ კარგი საგოლო მომენტები. ერთი ძალიან კარგი მომენტი ჰქონდათ, ერთი სახიფათო კუთხური ჰქონდათ. ერთი ბარტიშვილს ჰქონდა მომენტი და აი ეს 4-2-0 წავიდნენ. იბერიას მეტი შანსი ჰქონდა. ის რომ 0-0-ია, ეხა ცალსახად არის კერესელძის დამსახურება, იმიტომ რომ რამდენიმე კარგი სეივი ჰქონდა, 3 სეივი ჰქონდა პირველ ტაიმში. გორი პასიურობს, თავიდან თითქოს კონჩეტევებზე იყო აწყობილი თამაში, თუმცა დაახლოებით რაღაცა მე-20 წუთის შემდეგ ეგ კონჩეტევაც არ ყოფილა. მოკლედ იმედია რომ უკეთეს მეორე ტაიმი იქნება, იმედია რომ ნახავთ გოლებს, რისთვისაც პრინციპში მოვედით სტადიონზე და დარწმუნებული ვარ რომ მომავალი ტურიდან გულშემატკივარის მოვა სტადიონზე, შესაბამისად უკეთესი მეორე ტაიმის იმედით გემშვიდობებით. დავიწყეთ მეორე ტაიმი, პარი სენ-ჟერმენის დაწყება იყო. იბერია პრესინგით იწყებს, ანუ ეგრევე ცენტრიდან აუძზე გადააგდეს ბურთი და აუდის სასაპრესინგებლად წავიდნენ და დაიბრუნდეს მალე ბურთი. პირველ ტაიმში დილა კარგად ამოდიოდა პრესინგიდან. ახოთ რა იქნება მეორე ტაიმში აი ეს. აუ, არაფერი, აი. არაფერი კი არ ნახე ყვითელი კიდე ერთი. კიდე ერთი ყვითელი, მეხუთე? მეხუთე ყვითელი ბარათი იბერიას ფეხბურთელებს. შენ რას დავთვალეთ? ნუ ჯერჯერობით. ცოტა მეორე ტაიმი უფრო აქტიურად დაიწყო და აი აი, კარგი ჭეჭრა იყო ძალიან. კონტრზე წამოვიდა, მეტნი არიან, მაგრამ არ გარბიან. კუთხური, აბა ვნახოთ არსენალის კუთხური ვნახოთ. ეხლა ვნახოთ თუ იქნება ჩელსის კუთხური. გავდა ჩელსის კუთხურს, ანუ ახლოძელთან, მე ჩაგდება საჯარიმოში, ნუ დარტყმა იყო. 11 მეტრიანის მომენტიც დადგა, მართალია მედიკოსებს იხმობენ, მაგრამ მოკლედ ბარტიშვილმა აქტიურა ისევ ფლანგზე, იქ ბურთში ინარჩუნა რა დაკარგა და ძალიან კარგი პასი გაუშვა და ბერნიერია შეცვალეო. ძალიან კარგი პასი გაუშვა საჯარიმოში. გამჭოლი. ძალიან მაგარი პასი იყო და ნუ იქ მე იბერიას ფეხბურთელმა მიასწრო და აინიშნა პენალტი. ცოტა დააკვლა დილას მეკარეს, კოთხი გამოიცნო, ხელით მოარტყა ბურთს, მაგრამ ნუ ძლიერი დარტყმა იყო და ზუსტი და ეგაა. კი, კარგად შესრულებული 11 მეტრიანი იყო, ესეც. მატჩის 64 წუთზე ვნახეთ პირველი გოლი. გიორგი ჯინჯოლოვას 11 მეტრიანით იბერია 1999 დაწინაურდა 1-0 იგებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დარჩენილ დროში უკეთეს ფეხბურთს ვნახავთ, იმიტომ რომ ეხლა უკვე გორის დილას ვალდებულია რომ შეუტიოს, რაც ბუნებრივია იბერიას შემტევებს გაუხსნის სივრცეს. ანდრეა ბართიშვილი შესანიშნავ მოქმედებას მოყვა 11 მეტრიანი ძალიან კარგი გამჭოლი პასი საჯარიმოსკენ და დადიანზე დაჯარებდნენ გორელები. მოკლედ 1-0. მე-80 წუთმა მოგვიკაკუნა რეზი. აი ბოლო ერთი რამდენი? 10 წუთი ხო? 5 წუთი დილა უკვე მთლიანად გადავიდა იბერიას ნახევარზე, იბერია უკვე გადმოს ვერც კონტრთამაშის შეთავაზებას ვერ ახერხებს, მაგრამ ნუ ვერ ვიტყვი რაღაც მომენტები იყო, მაგრამ ნუ უკვე ერთი კარგად რო დაერტყა კი იყო მომენტი. ნუ ზეწოლა იგრძნობა მოკლედ რა. და ნუ ნახო დარჩენილი 10 წუთი როგორ ჩაივრის, მაგრამ ნუ ეხა არა, ძალიან შეუთანხმოებული. ვერც სათამაშო ოპერაციობა აქვს დილას ეს ბოლო მომენტებია და ძალიან დაუთმო ბურთი. აი დორის გაყვანას დაიწყო უკვე მაკარიძემ. რამდენია და მორჩა აი დამთავრდა. მოიგო იბერია. პირველი თამაში ამ ჩემპიონატის. ჩვენს პირველ ვლოგში 1-0 ვნახეთ სიცივეში. მაგრამ გოლი ვნახეთ პენალტი. პენალტიდან კარგად. ჯინჯოლოვამ. კარგი პენალტი ვნახეთ, კარგი დარტყმული პენალტი. და მოდი ჩავიდეთ ბიჭებთან. ნახოთ ისინი როგორ ხასიათზე არიან. ჩვენ ტრიბუნაზე ვიყავით და გიორგი და ბექა გვერდით და ნახოთ აბა რა მოხდა. ასე და ამგვარად ბექა დასრულდა მატჩი. დასრულდა ძალიან ძიმე მატჩი, ძალიან დაძაბული მატჩი, სადაც პირველ ტაიმში ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა იბერიას და ვერ გამოიყენეს. მეორე ტაიმიც ეგრევე დაწოლი დაიწყეს და გამოიმუშავეს პენალტი და გაუტანეს. მაგრამ ბოლო მატჩის მეორე ნაწილში გორის დილას ჰქონდა კარგი მომენტები, აი ფარულავამ აი ნახევარი გუნდი მოატყუა და არ გაუმართლა, ვერ მოარტყა, კაშთორი შესანიშნავი გოლი გაქონდა მასაც. იცი რა, ეთყობოდა რომ პირველი მატჩი იყო, დაძაბულობა იყო,
ყოველ შემთხვევაში აქედან და ის იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ მე მგონი იბერია უფრო იმსახურებდა სამქულას, ვიდრე მაგალითად გორი ერთი გულით ინიციატივა უფრო იბერიას ჰქონდა და ძირითადად ეგენი უტევდნენ, გორი თამაში აწყობილი იყო კონცერტებზე. და შედეგიც ეგეთი დადგა, მართალია მათაც არ გაუმართლათ, მაგრამ კერესელს უფრო მეტი საქმე ჰქონდა, 5 ძალიან მაგარი სეივი გააკეთა, პლუს პენალტის აღებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ უფრო იმსახურებდა იბერია და შესაბამისად უფრო ლოგიკური შედეგის დადგა. კი ბატონო, კერესელზეს ნამდვილად კარგი მატჩი ჰქონდა. გული დაწყდა უპირველეს ყოვლისა თავად, რომ ვერ მოახერხა პენალტის აღება. დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა ნაკრების რამდენიმე სტაფის წარმომადგენელი ჩვენ ნახეთ, შესაბამისად გაითვალისწინებენ, იმიტომ რომ კერესელზე ერთ-ერთი კანდიდატია ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის. დავით კერესელიძე ჩვენთან ერთად მატჩის დასრულების შემდეგ წეღანაც ვამბობთ, რომ ძალიან კარგი თამაში ჰქონდა პერსონალურად. გასაგებია, რომ გუნდი დამარცხდა, თუმცა მოდი რამდენიმე სიტყვით შეგვიფასე მატჩი და რა დაგაკლდათ იმისთვის, რომ თუნდაც ქულით დაბრუნებულიყავით სახლში. პირველ რიგში ალბათ გამართლება დაგვაკლდა, ალბათ ცოტა დაძაბული თამაში იყო ძალიან და ულოცავ იბერიას პირველ რიგში გამარჯვებას. ესეთი თამაშები გვჭირდება ჩემპიონატში, რომ ჩვენი დონე უფრო აიწიოს და წინ წავიდეთ და იმისას მივაღწიოთ, რაც ყველას ერთად გვაქვს ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე ან კონფერენს ლიგაზე ჯგუფში შესვლა. კი ბატონო, წარმატებები იბერიას, წარმატებები გორის დილას, წარმატებები ნებისმიერ ქართულ გუნდს, წარმატებები შენ, იმიტომ რომ სანაკრებო მატჩები ახლოვდება და იმედია გიხილავთ კვლავ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და პირობას ვდებთ, რომ აუცილებლად გეწევით გორში და გავაშუქებთ გორის დილას უკვე საშინაო მატჩს. გაგვიხარდება ძალიან, გელოდებით გორში. დასრულდა დღევანდელი შეხვედრა იბერიასა და გორის დილას შორის. თბილისელებმა მოახერხეს სტუმრების დამარცხება. დასრულდა პრინციპში ჩვენი ვლოგიც, რომელიც ნელ-ნელა უკვე დასასრულისკენ მიდის. მოდი რამდენიმე სიტყვით შევაფასოთ დღევანდელი შეხვედრა. რა ვნახეთ, რა მოგვეწონა, რა არ მოგვეწონა. ცარიელი ტრიბუნები რო არ მოგვეწონა, ამაში ეჭვი არ მეპარე. ტემპიც არ მოგვეწონა. თელ რიგ შემთხვევებში ცოტა ისეთი თამაში იყო, რომ პირველ ტურს დავაბრალოთ. ცოტა ჯერ კიდე მოთამაშეებს რაღაც მომენტებში ეთქებოდათ, რომ ერთმანეთი უნდა გაიცნონ. კარგი მომენტებიც იყო. დილას ეთქებოდა განსაკუთრებით, რომ ძალიან შეუთანხმებლად თამაშობდნენ ბევრ ეპიზოდში. მაგრამ რაღაც იდეები იყო, ანუ ყველა სულ მოკლე პასით ათამაშებდა მეკარე, ბურთს სტანდარტებზე ჩანდა იდეები იქ აღნიშნეთ კიდეც მარსენალის კუთური გაათამაშა იბერიამ და მომენტი შექმნა კუთურიდან. ну გასაგებია რომ ის დონე არ იყო რაც არსენალი შეეფერება, მაგრამ ну რაღაც ანუ თუ სულთ რომ რაღაც თანამედროვე ფეხბურთის იდეები ისე რომ ამ ჩემპიონატში არ არის, არა. არის ჩანს შეიძლება ნახოთ ხოლმე და ამიტომ მე შემიძლია ხოლმე მოგიწევათ რომ იაროთ ეს თამაშებზე, ну დღეს ვერ მოხვიდეთ გასაგები მიზეზების გამო, ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ну სხვა თამაშებზე შეგიძლიათ მოხვიდეთ და რაღაც საინტერესოები ხდება იქ, რამდენიმე საინტერესო ფინტიც იყო. ბარტიშვილმა ძალიან კარგად ითამაშა, საინტერესო ეპიზოდები ჰქონდა, თამაშის ბოლოს ჰქონდა კიდე ძალიან კარგი კომბინაცია გაათამაშა იბერია მე ხო რაღაც სიამოვნებას მიიღებთ. ზოგადად ვიდეოშიც უკვე ნახავდით, რომ იური ტაბატაძე ჩავწერეთ, გიორგი ქორიძე ჩავწერეთ, როგორც იბერიას ერთ-ერთი წარმომადგენელი. იცი რა, იმედიანად არიან განწყობილნი. კიდე ვიშოწერე. კერესელიძეს გულისხმობ, აი მაგასაც ვიტყვი. ხო, რაც შეეხება იბერიაზე მინდოდა უბრალოდ პირველად თქვა, იმედიანად არის ზოგადად კოლექტივი განწყობილი, ასე ვთქვა და იმედია რომ ეგ პირველ რიგში ითარგმნება მოედანზე, როგორც საქართველოს ჩემპიონატში, ისე UEFA-ს ტურნირებზე, რომელიც ოდნავ მოგვიანებით, თუმცა ბუნებრივია სწორება მაგაზეც არის გუნდების. ხო, რაც შეეხება ძალიან გინდოდა რომ ეხსენებინა და ვიტყვი აუცილებლად დავით კერესელიძეს ინტერვიუ, რომელიც ასევე უკვე ნახავდით. პირველში ის გითხრა რომ სიამოვნებით გიმასპინძლებთ გორშიო და აუცილებლად გორის თამაშს, საშინაო თამაშსაც დავესწრებით, იმიტომ რომ ზოგადად რეგიონში უფრო მაღალია ხოლმე გულშემატკივრის აქტივობა. ეგ მნიშვნელოვანია. ამიტომ გორის დილას ერთ-ერთ უახლოეს თამაშზე აუცილებლად ვაპირებთ, რომ ჩავიდეთ არა მხოლოდ გორში, ქუთაისში, წყალტუბოში, ბათუმში და ასე შემდეგ. ჩვენ აუცილებლად უნდა მოგიწოდოთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო. გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, კომენტარებში მოდი. ხო, მაგას ვაყოლებ. კომენტარებში აუცილებლად უნდა დაგვიწეროთ რა მოგეწონათ უშუალოდ ამ ვლოგიდან, რა არ მოგეწონათ, რა შეიძლება განვავითაროთ, იმიტომ რომ ნუ ბუნებრივია ჩვენთვისაც გამოცდილებაა ესე უშუალოდ სტადიონიდან თან ორი სხვადასხვა ლოკაციიდან რეალურად გააშუქოთ თამაში. მინდა გითხრა რომ ხანდახან მედარეზის გვენატრებოდეთ ხოლმე შენდაბეთა და თვალებით გეძებდით. მე და ბექამ აუცილებლად უნდა გითხრათ რომ გავცვლით ხოლმე სხვა შორის შესვენებაზე იყო იდეა რომ ხო არ გავცვალოთო, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად გავცვალოთ, იმიტომ რომ უშუალოდ სტადიონიდან დანახულიც
საინტერესოა. არ გაქვს მუღამი და ინტერესი მაგის? მაგრამ კი, რა ვიქნა. მოკლედ, დავემშვიდობოთ, ესე დავხუროთ ჩვენი პირველი ვლოგი, დალაიქება და გამოწერა ეჭვი არ მეპარება რომ არ დაავიწყდებათ. და იმედია რომ შემდეგ გითამაშ ცოტა უფრო გოლიანი იქნება 1-11 მეტრიანის აღნიშვნის გარდა. მიულოცოთ იბერიას გულშემატკივრებს გამარჯვება, მიულოცოთ პირველი 3 ქულა ცხილში და გავაგზავნოთ ეროვნული ლიგის ყურება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ფეხბურთი, ცუდია თუ კარგია, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი მოსავლელია და ჩვენი წასაყვანია წინ. გემშვიდობებით.